Mertman darmosot გადახარო ფიქრობ რომ ეს ლოცვები რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ რა თქმა უნდა თავის გზას თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს ჩვენის მიხედვით თანდათანობით დრო უნდა ამას ეს თავის გზას ეს მადლი ნახავს და გზას გახსნის აუცილებლად ამას იმით ვაკეთებთ რომ სულიერი ასე ვთქვათ ნაკადი გაიხსნას ეს ჩვენი ცოდებით აბიძურებული დაბლოკილი ჩვენი ცოდებით შეკრული გზა, რომელსაც ნაბიჯი ცოდებით თუ არ მოვინანიეთ, არ გაიხსნას ეს შეკრა, შეკრული იქნება იქაც. რაც სულშიც, რასაც გახსნით, გახსნილი იქნება იქაც და ჩვენ სულშიც, ხო? ამიტომ რომ გავხსნით ამას, ჩვენ უნდა მივუტევოთ, მოვინანიეთ, დავსვათ ეს მადლი დაუყოვნებლად გზას ნახავს და თავის, ვთქვათ, იმ ჩვენთვის სასურველ ღვთისთვის პირველ შესასრულებლად ჩვენთვისაც სასარგებლო და სამოვნებო მდგომარეობაში მოგვიმართ ჩვენსა და ჩვენს გარემო ცხოვრებასაც, რომელიც ასე მძიმე არის აღმოსავლეთ სივრცეში. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრება ისეთი წრეში მტრიალებთ ამ ნიციერი საჭიროებების ნიციერი ვთქვათ ბრძოლა არსებობისათვის რომ ვთქვათ რა ფაქტიურად ნეოდარვინიზმია რაღაცა ვიცი ხო უცხოეში ისეთ ბრძოლა არსებობის ციკლში ვარ თუ ეს მოჯადოებული წრე თუ არ გაარღვია ადამიანმა და არ გამოგლიჯა თავის სულის საცხოვნებლად ძალა სულიერი არსი დრო რომელიც ძვირფასია რომ ისე ქრება დრო ისე გადის დღეები დრო დაჩქარებულად მიდის რომ ადამიანი ვერ ასწრებს დღის დაწყებას დღე უკვე გასულია ამიტომ ესე რომ არ მოხდეს ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ, გავარღვიოთ, გარღვევა თვითონ რღვევას ნიშნავს. გარღვევა, ანუ რღვევა იმ ცოდვის კედელისა, ზუსტად ეს არის გზის გახსნა. რღვევა იმ ცოდვის დამამკოლებელი ბლოკირებისა, იმ დამამკოლებელი ბარიერისა. რღვევა იმისა, რაც გვიშლის ხელს წინ წასვლაში. რომ შევძლოთ ცხოვრება, სულიერი ცხოვრება და გამთავისუფლდეთ ამ ქიმერებისაგან, ამ ბალასტისაგან, ამ ნაგავისაგან, ამ შლაკებისაგან გამთავისუფლდეთ დამძიმებული სულები. რომ შევძლოთ ღვთის ნებას მივყვეთ. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. ღვთის გზას, ქრისტეს მივყვეთ. მის გარეშე ქრისტესთან ერთად უნდა ვიარო. მასთან ერთად ვართ ჯვარცმული, გაკრული ჩვენ, როცა მოვინათლოთ, ეს ნიშნავს, რომ მასთან ერთად თანაჯვარცმული ვართ. და სიცოცხლის დავალება გვაქვს. სიცოცხლის, ღმერთთან ერთად სიცოცხლის. ღმერთში სიცოცხლის, ღმერთში მყოფობის დავალება გვაქვს და უფლება არ აქვს ჩვენ იმისა რომ ჩვენ აღურიოთ ეს ცნებები და აღურიოთ რა ჩვენ ცხოვრება ჩვენ ნებაზე ვატრიალოთ. ამიტომ არის ნათქვამი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაში და ეგრეცა ქვეყანასა ზედა. და როცა ჩვენს ნებებსა, ჩვენს ნეგატიურ ჩრდილოვან მხარეს, მთვარეს, ხო მეორე ბნელი მხარე, ჩრდილოვანი მხარე, რომელზეც საუბრობთ ხოლმე. აქვს ასე ჩვენს სულის ასტრონომიული შედარება რომ ვიხმაროთ, გამოვიყენოთ ჩრდილოვან მხარეს დავზლებთ, გადავლახავთ ამ ნიგრედოს, ამ უარყოფით, ამ წვდიაც გადავლახავთ ჩვენ და რაც სუდია ჩვენთვის, კარგად დავიმახსოვრებთ, რომელიც ცოდნაში გადავა. მახსოვს არ არის ვიცი სხვა და მახსოვს სხვა არის. როცა ამას ხსოვნას სოდნად გადავაქცევთ, ანუ სულიერ ცოცხალ გამოცდილება და გვეცოდინება რა გვარგებს და რა გვნებს, რა არის ჩვენთვის კარგი და მაცხოვნებელი და რა მავნებელი. ამისად შემდეგ უკვე მოძრაობთ ღვთის სათნოთ და მივდივართ წინ. ღმერთი ყველაფერს გვაძლევს და შეუძლია მას გზა გვიჩვენა და ყოველდღე გვიჩვენებს. ყოველდღე გვაძლევს შანსს, რომ ახალი გზა გაიხსნას და თავიდან დავიწყოთ მოძრაობა, სულ დაუბრუნდეთ ღმერთს, მუდამ დაბრუნების პროცესში ვიყოთ და ქაოსიდან მოწესრიგებულებაში, წყდიანიდან ნათელში, დაავადებული და აბერირებული და გამრუდებული მდგომარეობიდან განკურნებულ და გამართულ მდგომარეობაში გადავიდეთ. ხო ვიცით რომ ბოროტებას არ აქვს ოტოლოგიური საფუძველი. ბოროტი ღმერთი არ არსებობს, ნუ იყოფით. არ არსებობს შავი ღმერთი ესეთი. ბოროტებას აქვს ფარდობითი არსებობის უფლება, როცა მას შადია. ერთ დროს კეთილი ფუნქციის გამრუდებაა.
ერთდროს ღვთის ხატება რაც მიეცა წაღმა გამოყენებისთვის იმის უკუღმა გამოყენებაა. თავისუფალინების გამრუდებული არასწორი ალტერნატიული არჩევანია, რომელსაც ადამიანი შემდეგ თავისივე თავს ვნებს, რომლითაც და შედეგებს იღებს. სულ მუდამ ერთი და იგივე შედეგებს იღებს, როცა ერთი და იგივე ცუდს ჩადის და ყველაზე დიდი სიბრიხვა ეს არის, რომ ერთი და იგივე ტიპის ცოდვა იდინოს სულ, ერთი და იგივე ცუდი იდინო და გეგონა რომ სხვა შედეგს მიიღებ. არ მიიღებს სხვა შედეგს. ეს დიდი სიბრიხვეა, რომ ადამიანმა ერთი და იგივე ექსპერიმენტი თავის თავზე ატარავს და ეგონოს რომ სხვადასხვა შედეგს მიიღებს. არ მიიღებს სხვა შედეგს. მიიღებს ერთი და იგივე უარყოფით შედეგს. ამიტომ რომ გამოვიდეს ამ მოჯადოებული, ასე ვთქვათ, ვიშიოს მოდიოზური წრიდან და გაარღვიოს ეს და არ შეჭამოს თავის თავი, როდესაც ურუბოროსმა არ შეხრას თავისი თავი და არ გაანადგუროს. ამისათვის საჭიროა აი ესეთი ის შეთქმნას ადამიანმა გამოცდილება ქრისტიანული შეისხორცოს, თავის შეხედულებებით კი არის ცხოვროს და თავისი, რასაც ეუნება უფალი, რასაც ეუნება მოძღვარი, რასაც ეუნება სულიწმინდა, აი იმას მიხვდეს და არა რაღაცა თავისი ორიგინალური გაადვილებული გზები ეძებოს. ქრისტიანობა ადვილი გზების ძიება არ არის. ადვილი გზები არ არსებობს ქრისტიანობაში და ქრისტე არც არასდროს არ იადვილებდა იმას, რასაც აკეთებდა. გახსოვთ, ყველაფერი მიიღო მან თავის თავს. ამიტომ ვინც თავის მართლებას ცდილობს ხოლმე და არ ვიცი მომერი და დავიბენი, არ ვიცი მომერი და დავიბენი და ასე ვთქვათ, აი მოსიყვარულობის სამი არგუმენტია, დავიბენი, მომერი და არ ვიცი დავიბენი, მომერი და ეს სიგნალე ატრიალოს, როგორც და რაღაც შეიძლება ჩაუხდო კიდე. ამით შეიძლება ყველაფერი გაამართლო, მაგრამ არც იცი კარგად, არც დაიბნევი და არც მოგერიდება, როცა ჭყალებში შენ ნებით უნებლიად იცი, რომ შენთვის, შენი ეგოსთვის რაც არის. მაგრამ როცა საჭირო არის სიყვარულებრივი მსხვერპლის გაღება, აი მაშინ იბნევი, გერიდება და არ იცი ჭყალებში. ამიტომ დავიცვათ, თავის მართლება კი არ დავიწყოთ და ამით ჩვენ თავს კი არ დავესხათ, ისევ ჩვენ თავს კი არ ვალნოთ. პირიქით, შენდობა ვითხოვ და შინანული გამოვხატო. და მაშინვე შეწყდება ნეგატივი. აი, მაშინვე იხსნება გზა, როგორც კი ადამიანი გონებაზე მოვა. ერთხელაც ხომ გაიღვიძოს, სხვა შეიძლება სულ ეძინოს ადამიანს. გაიღვიძებს. იღვიძებს სულიერად და ხვდება, რომ ის რაღაცას აკეთებდა არასწორად. სადღაც შეცდომას უშვებს და იმ შეცდომას მიხვდება, რა უშლიდა და რა უკეთავდა გზას და გაეხსნება გზა. მაშინვე შეწყდება, როგორც კი მიანდობს უფალს თავის ცხოვრებას, ის კი არ ნაწილობრივ მიანდობს, თანდათანობით ეცნელია, ხელ დღეში არ ხდება, მაგრამ თანდათანობით უნდა მიანდოს გლობალური მინდობის ღმერთში თავისი პიროვნების დაკარგვის გარეშე შესვლისა და შერწყმისა და ჩაძევრის პროცესია. ღმერთში მეს დაკარგვის გარეშე. მე კი არ იკარგებ, არამედ განიღმრთობა. ხატება გაქვს, მაგრამ ეს მსგავსებად იქცევა და არა ანონიმიზირდება სადღაც. აი ეს არის ქრისტეს კანონები და ამიტომ ეს არის ზუსტად ის სიყვარულის კანონი, რომელსაც ხას უსვამთ ხოლმე. სიყვარული, რომელიც ყოველთვის გამარჯვებული იქნება, რადგანაც ღმერთი, როგორც წმინდა ამათაზრის ანგელოზი წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთი სიყვარული არის. ეს ბევრი იმეორებს ამას, მაგრამ ორიგინალი ამისა წერია სახარებაში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეში. ღმერთი სიყვარული არის. და ან სხვა რა შეიძლება რომ ღმერთი იყოს თუ არა და სიყვარული, ხო? მე თქმა უნდა მე გამეორება მის ხდება და გამწობა და განმარტება. საფრთხის ჯული არ იცვლება, ხოლმე განიმარტება. საფრთხის ჯული მისი სივრცის და მისი მასშტაბებისა და მისი უსასრულო შესაძლებლობების ფარგლებში. ყველა მართლად დასმულ კითხვას მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ყველა სწორად და მართლად დასმულ კითხვას მართალი და სწორი პასუხი მოეძებნება. როგორც მათემატიკაში, ხო? აი ღვთაებრივ მათემატიკაში, რო ვთქვა, ჰარმონიაში. არასწორად დასმულ კითხვას, არასწორად დასმულ ამოცანას ვერ ეხდება სწორი. სულ არ მიიღებს, ვერასდროს ვერ მიიღებს სწორ პასუხს. მით უმეტეს უბრალო ჩვეულებრივ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, სადასრულო ზეციურ მეცნიერებაში, ხო? ამიტომ აი სახარებისეული ეს უძლიერესი ძალა სიყვარულისა, რომელიც დაუმარცხებელია, რომელიც არასდროს არ გასწირავს ღმერთი ადამიანს, ეს ძევს ამაში, რომ იგი თქვენ ამას სოფლიდან აღებული ხარ და ყველაფერზე გამაღლებთ. ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ნიშნავს იმას, რომ შენ მზად ხარ იმისაც, რომ ღმერთთან ერთად იყო. შენ მზად ხარ გამწმენდელი ტკივილებისთვის. შენ მზად ხარ იმისაც, რომ გიყვარდეს თითოეული ადამიანი და ყველა ერთად.
შენ მზად ხარ ერთგულებისათვის. შენ მზად ხარ იმისათვის, რომ იარო უფალთან ერთად და მოძღვართან ერთად და ძმასთან და დასთან ერთად. შენ მზად ხარ იმისათვის, რომ შედგეს შენ ერთობა ღმერთსა და შენ შორის. შედგეს ეს ერთობა იყავნება შენი, ვით არცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა, ვით არცა სულში ასევე ხორცში. და ამ ჭეშმარიტების შემეცნებით ყველა საკვრელი, ცოდვის საკვრელი, ყველა კვანძი ცოდვისა გაიხსნება. და უკვე ადამიანი შინაგანად განთავისუფლდება და როცა ჭეშმარიტება შეიცნობს, იგი განთავისუფლებულია ასე შემდეგ და მიდის წინ. აი ამას გისურვებთ, ეს არის ის გახსნა. სიყვარული არის ზუსტად ეს ამის პანაცეა და ამის პირველი ალფა და ომეგა წამალი, როხდავების ელექსირი, ასე ვთქვათ, სიყვარული. და მინდა რომ ეს გქონოდეთ. ვიფიქროთ მარადიულზე, ვიფიქროთ უფალზე, ვიფიქროთ მარადიულ სიცოცხლეზე, იმიტომ რომ ჩვენ აქ ცხოვრები ვართ, ჩვენ ვართ აქ ამ ინტერვალში ცხოვრობთ იმისაც, რომ შევიცნოთ ქრისტე და შეცდომებზეც ვისწავლოთ, მაგრამ ყველაფერს ჩვენ თავზე ვერ გადავიტანთ. ყველაფერი და ყველა რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება, ყველაფერი ჩვენ თავზე რო განვიცადოთ, ვერ გაუძლებს რესურსი არ აყოფ ადამიანური ამას. ამიტომ რასაც გეუბნება დაუჯერე ჯობია აპრიორულად, ვიდრე ყველაფერი მერე გამოცდილების შემდეგ მიიღო და ისეთი შესწორებები გააკეთო, რომლებიც იმდენ სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევს, როცა იცი და მაინც შეცდომას იდენდი, იმიტომ რომ მერე კარგად დარწმუნდა იმაში, რომ შეცდომა ჩაიდინე, ქვეცნობიერად ამას რაღაცნაირად აცნობიერებ, მაგრამ უნებლიეთ ცოდვა არ არსებობს, თავს თუ მოვიტყუებთ. ნები თუ უნებლიეთ, ხარ შეიძლება უნებლიეთ რაღაცას ფეხი წამოკრა, მაგრამ ეს გასაგებია, მაგრამ უნებლიეთ არა, იმ უნებლიეთსაც მაინც ნებით იდენ პრინციპში, ხო? იმიტომ რომ მერე მაინც ხვდები ამას და ამიტომ ყველაზე ფერი რომ შენ თავზე არ განიცადო, დაუჯერე რასაც გეუბნებიან, რასაც გეუბნება საფრთხოს ჯული, რომ კონფლიქტში არ მოხვიდე არც ღვთისნებასთან, არც მოყვასთან და სოციუმთან, გარემოსთან, პირველ რიგში რა თქმა უნდა, არც საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ცოდვების სამი ტიპის არსებობს, ღვთის წინააღმდეგ, ყველაზე მძიმეა ღვთის წინააღმდეგ, მოყვასის წინააღმდეგ, სოციუმის ხალხის წინააღმდეგ და საკუთარი თავის წინააღმდეგ, აღარ ჩამოთვლი გახსარების სიაში უამრავი ეგ ჩაწერილი. და მინდა რომ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და ვიაროთ ქრისტესთან ერთად. ქრისტე არ ჩვენ შორის.